შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება და პენსიონერებს დაფასება ეს იყო ის ძირითადი სლოგანი, რომელზეც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ზუგდიდის რაიონის მოსახლეობას პირდებიან. ქრისტიან-დემოკრატებმა საზღვრისპირა სოფელ რუხის ციხეში აქცია კონცერტი გამართეს, პარტიის ლიდერებმა სამეგრელო ზემოსვანეთის ყველა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მოსახლეობასთან შეხვედრებს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს. პარტიის ლიდერები ამჯერად სამეგრელოში ჩავიდნენ. აქედან მინდა მივმართო ნაციონალურ მოძრაობას. აი შეხედეთ ჩვენს რიცხოვნობას, აი შეხედეთ ჩვენს სიმრავლეს, აი შეხედეთ რამდენი ვართ, დაგამარცხებთ ამ არჩევნებში. რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ დაასახელა. ქრისტიან-დემოკრატების სახელით ზუგდიდში გამარჯვებას გოგიტა ბიგვავა, წალენჯიხაში ვლადიმერ ჩანგელია, ხობში ბეჟან ბერაია, სენაკში დინარა ხუხვა, ფოჩში ლაშა ბერაია, მარტულში გულნას საავა, აბაშაში გელა კაჭარავა, ჩხოროწყუში კი ბაკურ კვირტია შეეცდება.